ვაგრძელებთ ეთერს და დამეთანხმებით ალბათ, რომ სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, რომელიც დაატვირთულია ცხიმიანი, სუყე, ნიგვზიანი საკვებით, ყველას მოგენატრებოდათ სუბუქი და გემრიელი წვნიანი. აი, რომ ამბობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ტრადიციული რუბრიკის დილის კულინარიული მასტერკლასის ფარგლებში მოგზაურობას ვაგრძელებთ. ჩვენი მასპინძელი ამჯერად ლიკა კვარაცხელია, რომელიც გემრიელი და არომატული წვნიანი ჩიხირთმის რეცეპტს გაგვიზიარებს. ნახოთ ახლა სიუჟეტი. მოვდივარ ლიკა. დილამშვიდობისა საქართველო. ჩაიარა დღესასწაულებმა და მე მგონი ზუსტად დროა რომ დღეს მივირთვათ გემრიელი წვნიანი. ამიტომ გაგიზიარებთ ჩემებურ ვერსიას და მოვამზადებთ ჩიხირთმას, რომლის მოსამზადებლადაც დაგვჭირდება დედალი, 1 ცალი ხახვი, დაგვჭირდება ძმარი, ნიორი, მარილი, ფქვილი, კვერცხი და ქინძი. დავიწყოთ. პირველ რიგში ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ქათმის მოხარშვით, რომელსაც საშუალოდ 2-დან 3 საათამდე დასჭირდება. როგორც კი წამოდუღდება, უნდა მოვქაფოთ პირველ რიგში და შემდეგ უკვე ნახარში დავამატოთ 1 ცალი ხახვი და 1 ცალი დაფნის ფოთოლი და გავაგრძელოთ ასე ხარშვა. ამასობაში მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები, რომელიც სულ რამდენიმეა. და ქინძი. მე არ ვამატებ, მაგრამ შეგიძლიათ რომ კამითაც მოამზადოთ. როგორც ხედავთ, მოიხარშა ქათამი. ახლა ის ნახარში უნდა გადავწუროთ, რაშიც ქათამი მოვხარშეთ, ასევე დამჭირდება თავისივე ცხიმი, რომელშიც მოვშუშავ ხახვს და ბულიონის ნაწილს გადმოვასხამ პატარა თასში, რათა გაგრილდეს. დანარჩენს დავტოვებ ნელ დაბალ ცეცხლზე. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ ხახვის მოშუშვა. ახლა კი დავაბრუნოთ ბულიონი გაზ ქურაზე, დაბალ ცეცხლზე დაველოდოთ 1 წამოდუღებამდე. ამასობაში ის ბულიონის ის ნაწილი გვაქვს აქ, რომელიც გავაგრილეთ და გავხსნათ მასში ფქვილი. დაახლოებით 2 სუფრის ყოფზი ფქვილი იქნება საკმარისი ამ რაოდენობის ბულიონისთვის, რომელსაც კარგად გავხსნით გაგრილებულ ბულიონში და როდესაც ჩვენი ძირითადი მასა ბულიონის გაცხელდება, წამოდუღდება, შევურებთ ფქვილის მასას, დაველოდებით ისევ წამოდუღებას, შემდეგ დავამატებთ მოშუშულ ხახვს. იმისთვის, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას ბულიონში და არ დარჩეს რაღაცნაირი პატარა ბურთულები, ამისთვის დაგვჭირდა ამ რაოდენობის ბულიონი, რომელიც გადმოვიღეთ და გავაგრილეთ. წამოდუღდა ბულიონი და დავამატოთ უკვე ჩვენი ფქვილიანი ნახარში, ძირითად ბულიონში, ნელა მუდმივი მორევის პრინციპით. დავამატოთ აქვე ხახვი და 1-3-4 წუთი ყველაფერი ერთად წამოვადუხოთ. ამასობაში ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, რომელსაც ახლა დავუმატებთ ძმარს. დაახლოებით 1 სუფრის kovzi მაქვს ძმარი აქ, თუმცა შემდეგ უკვე მზა ჩიხირთმაში შეგვიძლია რომ დავამატოთ გემოვნებისამებრ. და ძალიან ნელა, ეტაპობრივად, მუდმივი მორევის პრინციპით გადავიტანოთ კვერცხი ჩვენს ნახარში. ჩიხირთმის ძირითადი ნაწილი უკვე მზად არის, ახლა ისღა დაგვრჩენია რომ დავამატოთ მარილი და თუ გვინდა სასურველი რაოდენობის წიწაკაც და დავჭრათ ქათამი, რომელსაც მოვათავსებთ შიგნით. გადავიტანოთ უკვე ქათამი, რომელსაც გავაცალეთ ძვლები ჩვენს ნახარში და ჩვენი ჩიხირთმა მზად არის. ისღა დაგვრჩენია დავამატოთ ქინძი, ნიორი და ძმარი სურვილისამებრ პირდაპირ თეფში.
ასე მარტივად და სწრაფად მომზადდა ჩვენი ჩიხირთმა, რომელსაც მივირთმევთ, რა თქმა უნდა, შოთის პურთან ერთად. მე მიყვარს ცოტა მწვანილებით და აქვე გვაქვს დაჭყიდილი ნიორი, მარილი, ძმარი და ქინძი, რათა სურვილისამებრ პირდაპირ თევზში ჩვენი გემოვნების მიხედვით დავიმატოთ. ჩიხირთმის მომზადება ხდება საკმაოდ სწრაფად, თუმცა დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში მოიხარშება თქვენი დედალი. როგორც კი დედალი მოიხარშება, ჩათვალეთ, რომ იქიდან 9 საათში თქვენი ჩიხირთმა არის მზად. იმედია მოგეწონათ ჩიხირთმის ჩემებური რეცეპტი და დარწმუნებულივრად თქვენს ამ დღეებში გაიმეორებთ, რადგანაც ზუსტად ჩიხირთმის დრო არის.